გაკვეთილში გავავლით ტექსტის ფუნქციების დაყენებას ილუსტრატორში. სანამ გაკვეთილზე გადავალთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოების მოწონება, შეკითხვების შემთხვევაში კომენტარების მოწერა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებელი გახდეს უფრო მეტი და საინტერესო კურსი შემოგთავაზოთ. ახლა გადავიდეთ გაკვეთილზე. სანამ ტექსტის გამოყენებას დავიწყებთ ილუსტრატორში, მნიშვნელოვანია გადავხედოთ ტექსტის დაყენებებს, რომელთა შესვლაც შეგვიძლია. გადავიდეთ მენიუში Edit, ან მენიუში Illustrator, თუკი macOS-ის სისტემა გაქვთ, ანუ Mac-ი გაქვთ, ნუ აი აქ Edit-ში გადავიდეთ. აი აქ არის Edit-ი. ჩამოვიტანეთ კურსორი პუნქტზე Preferences და დააწყაფეთ ბრძანებაზე Type. ნუ აი აქ არის Preferences და აქ გვაქვს Type. აი ეს არის ტექსტის დაყენებები. გახსნილ ფანჯარაში მარჯვენა ნაწილში ჯგუფში Type შეგვიძლია დავაყენოთ შრიფტის ზომა, როგორც არის აი აქ. აი აქ ჯგუფში, ამ ჯგუფში შეგვიძლია დავაყენოთ გამოტოვების ზომა და ასე შემდეგ. ასეთ დეტალები პროექტიდან გამომდინარე იცვლება და არ ამგონია ოქროს შუალედი არსებობდეს ყველასთვის. უბრალოდ არ შეეხოთ ამ დაყენებებს და დავტოვოთ ისე, როგორც არის წარმოდგენილი. ენობრივი დაყენებები ჯგუფში Language Options, ამ ჯგუფზეა საუბარი, ასევე პირადი არჩევანია. ჩვეულებრივ ისინი მე არ მჭირდება და მე მათ არც ვთავ. მონაცემი Type Object Selection by Pass Only, აი აგერ არის ეს წარმოდგენილი, ეს ბრძანება ყველაზე ხშირად გამოყენებადია. თუ გახსოვთ, რას ვამბობდი ობიექტის და ობიექტების გამოყოფისას, მხოლოდ გზების გამოყოფა. აქაც იგივე პრინციპია მცირე განსხვავებით. ჩავთვალოთ ეს ბრძანება და დავაწყაპოთ ღილაკზე. ოკეი. ჩავთვალოთ ეს ბრძანება. შევქმნათ ახალი დოკუმენტი. მნიშვნელობა არ აქვს დოკუმენტის ფორმატს, რა ტიპის დოკუმენტი იქნება, უბრალოდ შევქმნათ სერიალი დოკუმენტი. რაიმე კონკრეტულს არ ვაკეთებთ აქ. ავირჩიოთ ხელსაწყო Type. აგერ არის ის განლაგებული. ჩავაწყაპოთ აქ, რომ ტექსტის შეყვანა დავიწყოთ. ნუ Loren Ipsum იქნება. ავკრიფოთ რაიმე სახელი, ნუ მაგალითად GPA Lab ჩვენი არხის სახელი, ნუ ოდნავ გავადიდოთ შრიფტი კარგად რომ მოჩანდეს, ესე. გავადიდოთ შრიფტი, უფრო ახლოს რომ დავინახოთ, ავირჩიოთ ხელსაწყო Selection. თუკი დავაწყაფებთ ტექსტზე, არაფერი არ გამოიყოფა. ნახეთ. აი აქ არაფერი არ არის გამოყოფილი, ასე უნდა ვაწყაფოთ ტექსტზე. რატომ? იმიტომ რომ ტექსტი არ არის გზა. აუცილებელია გამოყოთ გზა, რომელზედაც იმყოფება ტექსტი. კურსორის გადაადგილებისას ძირში გამოსახული იქნება მცირე ზომის ხაზი, ხედავთ აი ამ ხაზს და მასზე დაწყებების შემდეგ ეს არის ტექსტის გზა. ამ გზას ასევე ტექსტის საბაზისო ხაზს უწოდებენ. ის უნდა გამოვყოთ, თუკი ჩართულია მონაცემი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. გზაზე ერთხელ დაწყებებისას გამოსახული იქნება ჩარჩო ტექსტის გარშემო. თუკი ორჯერ დავაწყაფებთ ტექსტის გზაზე, თავის მარცხენა ღილაკით გადავალთ ტექსტის რედაქტირების რეჟიმში. თუკი გავთიშავთ ამ ფუნქციას, თქვენ შეძლებთ ტექსტის გამოყოფას და რედაქტირების რეჟიმში გადასვლას ტექსტის ნებისმიერ ადგილას დაწყაფებით. ნუ მაგალითად გადავიდეთ ახლა Edit-ზე, ისევ Preferences, Type და გავთიშოთ ეს ბრძანება. ოკეი? ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ადგილას გზა იქნება ეს თუ სივრცე დაწყაფების დროს, ერთხელ დაწყაფების დროს გამოყოფილი იქნება ტექსტი, ორჯერ დაწყაფების დროს რედაქტირების რეჟიმში იქნებით გადასულები. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს Types, დაყენებებს. დაყენება Show Font Names in English, რომელიც აი აქ არის წარმოდგენილი. ნიშნავს, რომ თუკი თქვენ იყენებთ სხვა ენების შრიფტებს, მათი სახელები გამოსახული იქნება ინგლისურად შეძლების დაყვანად, რა თქმა უნდა.
დაგენება number of recent აქ არის წარმოდგენილი number of recent fonts შრიფტების დიდი რაოდენობის გამოყენებისას მუდმივად შეგიძლიათ შეცვალოს მათი რაოდენობა. მე ზოგადად მაქსიმუმ 6 ან 10 შრიფტს ვიყენებ. შეგიძლიათ რაოდენობა გაზარდოთ 15-მდე. აქ საუბარია ბოლოს გამოყენებული შრიფტების გამოსახვაზე სიის თავში, როდესაც რედაქტირება ხდება, თქვათ, ტექსტის, აი აქ ორჯერ დავაწყაპე და ხსნი სიას, აი აქ პირველი 10 შრიფტია 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 არის ის შრიფტები, რომლებიც ბოლოს გამოვიყენე ან ყველაზე ხშირად გამოვიყენე. აი ამისთვის არის ეს დაგანება. აქ კიდევ მეორე შეგიძლიათ დააკენოთ 6, 15 გააჩნია რა ტიპის დოკუმენტთან მუშაობთ და რამდენი გჭირდება დამახსოვრებადი შრიფტი. დაგანება enable missing glyph protection რომელიც აი აქ არის წარმოდგენილი, ხედავთ ამ დაგანებას. აღნიშნავს, რომ თუ კი თქვენ იყენებთ გლიფებს სიმბოლოების სახით, მაგალითად copyright-ის ნიშანი C-წეში და ასე შემდეგ, ხოლო გამოყენებად შრიფტს არ აქვს ასეთი სიმბოლო, ილუსტრატორი ავტომატურად შეესწება ჩაანაცვლოს შრიფტით, სადაც მოცემულია ასეთი სიმბოლო. თუ კი რა თქმა უნდა ეს დაგანება ჩართულია. დაგანება highlight substitute fonts აი აქ დაგენება ინდივიდუალურად დაგენებადია. თუ კი თქვენ გჭირდებათ ეს ფუნქცია, ჩართეთ. მე დავტოვებ მას ჩართულს, რადგან მიუთითებლად ჩართულია ის. ეს ბრძანება აღნიშნავს, რომ თუ კი გახსნილია დოკუმენტი და თქვენ არ გაქვთ კომპიუტერში შრიფტი, რომელიც გამოყენებულია დოკუმენტში, ილუსტრატორი გამოყოფს ფერი ტექსტს ასეთი შრიფტით, ასეთ შრიფტს. ასე თქვენ ადვილად შეძლებთ შეცვალოთ ის სხვა შრიფტით, ან შეესწრებით მოახდინოთ მისი სინქრონიზირება ტაიპკიდიდან. დაგანებების დასასრულს შეგიძლიათ დააწყაპოთ ღილაკზე OK. თუ კი ჯერჯერობით არ იცით რომელი დაგანება გჭირდებათ ამ დაგანებებიდან, არ არის საშიში, თქვენ ახალბედა ხართ ილუსტრატორში. დამჩენს დაგანებებს ნაკლებად იყენებენ და ნაკლებად გამოსადეგია, თუმცა ინტერნეტის მეშვეობით შეგიძლიათ ეს დაგანებები გაარკვიოთ, გაიაროთ, რას წარმოადგენენ. მაგალითად აქ ტექსტის შეყვანის ავტომატურად ზომის არეალის მითითება, რომელიც აი კვადრატივით ესე დახატავს და იმ კვადრატში იწერება შრიფტი. ნაკლებად გამოყენებადია, მე პირადად არ ვიყენებ. თუმცა განმავლობაში თქვენ მიხვდებით, როგორ უნდა ცვალოთ ეს დაგანებები საჭიროებისამებრ. გაგვეთელის ბოლოს შეგახსენებთ, რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და შეკითხვების შემთხვევაში ველოდებით თქვენს კომენტარებს, რომელსაც აუცილებლად გიპასუხებთ.